საქართველოში პოლიტიკა რო აღარ არსებობს ეს ჩვენ ყველამ ვიცით და არ არსებობს სწორედ ბიზიდა ივანიშვილის ძალისხმევის, სწორედ ბიზიდა ივანიშვილის გამოისწობის, სწორედ ბიზიდა ივანიშვილის ტვინის ხვეულებში, ჭიუხებში მიმდინარე პროცესებისა და გამო არ არსებობს უკვე რა ხანია მეთქი ბიზიდა ივანიშვილი ძალმომრეობაზეა გადასული და იქაც კი სადაც მარცხდება იმ პროცესში, როცა მარცხდება ის უკვე მერე ხმარობს ძალას, უკვე მერე აპატიმრებს, ჩაგრავს, ანადგურებს პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მედიას, მოკლედ ყველას, უკლებლივ ყველას, ვინც მისი მოწინააღმდეგეა, ეს ვიცით, პრინციპში დიდი ხანია განსაკუთრებით კარგად ეს გავიგეთ წესითა და რიგით გავიგეთ 2022 წლიდან მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ოკეი, ვინმე თუ შემეკაბათება 2024 წლიდან რუსული კანონების მიღების შემდეგ. ბიზიდა ივანიშვილს ძალიან აღიზიანებდა და აღიზიანებს რუსთაველის პროტესტი და საერთოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან, თუნდაც სოციალური ქსელით ეწინააღმდეგებიან, აი ყელში ყავს პირდაპირ მნიშვნელობით ამოსული, მაგრამ ახლა ამაზე ხა სიტყვა რომ არ გამექცეს, ხო? სხვა თემაზე რომ არ გადავიდე, ახლა ვიტყვი ერთ თავარს და უმნიშვნელოვანეს ჩემი აზრით საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს მმართველმა პარტიამ და ხელისუფლებამ მიმართა სარჩელით რომ აიკრძალოს სამი პოლიტიკური სუბიექტი. ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რაც ქვია, სხვაგვარად ქვია, როგორც გავიგე. ეს არის კოალიცია. იმოდი შევცოდა გაციებული ვარ კოალიცია ცვლილებებისათვის, ეს არის ესე იგი გვარამია, ზურა ჯაფარიძე, დროა და პლუს მელია. ეს პოლიტიკური სუბიექტი და ეს არის ძლიერი საქართველო, ლელო, ძლიერი საქართველო, რომელიც ორ სუბიექტს აერთიანებს, თავად ლელოს და ალეკო ელისაშვილის პარტიას, იცით თქვენ და საკონსტიტუციო სასამართლო ტურავას ხელმძღვანელობით რა საკვირველია უახლოეს მომავალში, არ ვიცი, ერთ კვირაში თუ ერთ თვეში ამ სარჩელს რა საკვირველია დაუკმაყოფილებს პანდა ხელისუფლებას შესაბამისად პოლიტიკა, რომელიც ისედაც არ არსებობდა და ისედაც მკვდარი იყო ბიზიდა ივანიშვილის ძალისხმევით თუ მეოხებით, კიდევ უფრო მეტად მოკვდა, კიდევ უფრო მეტად გადადგურდა და მოკვდა. ვარაუდი იმის თაობაზე, რომ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც აკრძალავდა, ან უბრალოდ აკრძალვის თაობაზე, ესე ფორმალისტურად რო ვილაპარაკოთ, მიმართავდა სხვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე მართველი ბანდა ხუნტა, არ გამართლდა, კერძოდ დროებით გადარჩენილნი არიან ფედერალისტები, ბოკერია ჩერგოლეიშვილი, თავისუფლების მოედანი ლევან ცუცქეიძე და მისი გუნდი, სტრატეგია აღმაშენებელი გიორგი ვაშაძე, როგორც მე ვხვდები დროაც, იმიტომ რომ ასეთი თქოს გამოხო დროა, ის ერთის მხრივ კოალიციას ცვლილებებისთვის წევრია, მაგრამ ცალკე პოლიტიკური სუბიექტიც არის ჩანს და როგორც ცალკე პოლიტიკურ სუბიექტზე არ უსაუბრია დღეს აკრძალვის კუთხით ბანდიტ პაპუაშვილს, ლეიბორისტული პარტია ასე მაგალითად სხვები და გახარია რასაკვირველია, რომელიც პარლამენტში მიეტედა. მოკლედ 1-5-6 პოლიტიკური მას თუ მიუბატებთ იაგო ხვიჩიას გირჩს, ხო 5-6 პოლიტიკური სუბიექტი, გადარჩენილი სუბიექტი გამოდის. მაგრამ ამ განცხადებაში ბანდიტ პაპუაშვილმა ერთი რამ თქვა, ძალიან საინტერესო ჩემი აზრით, ერთი ფრიად საინტერესო რამ თქვა. მან თქვა, რომ ამათო ჯერჯერობით არ ვურტყავთო, არ ვაუქმებთო, იმიტომ რომ ესენი 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენო. აი ორგანიზაციულად ვინ ძლიერები არიანო, ანუ ხსენებული ლელო ძლიერი საქართველოს ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისათვის, მათ სწორედ იმიტომ ვურტყავთო, რომ ისინი ძლიერები არიანო. ანუ თეორიულად იმათ აქვთ აი ამ სამეოს პაპუაშვილისეული გააზრებით ხელისუფლებაში დაბრუნების, ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა აქვთ და ამიტომ აუქმებენ. როგორც კი გაძლიერდება ფედერალისტები ასე მაგალითად ან ევროპული საქართველო, რომელიც ასევე არის არ გასაუქმებელთა სიაში, მათ მიმართაც ჩვენ ახალ სარჩელს მოვამზადებთო, ასე არ ვთქვას, მაგრამ დაახლოებით ეს იგულისხმება. მოკლედ ვნახოთ. ასევე დაკავშირებულ პარტიებსაცო უკვე ჯერ ეს მიიღოსო ტურავა, მაგრამ დაკავშირებულ პარტიებამდე მივალთ და იქაც ჩვენს მარჯვენას აღმართავს და იმათაც მოვსხიპავთო. ამ სიტყვებს ცხადი არ წარმოთქვავს ბატონი ბანდიტი პაპუაშვილი, მაგრამ პრინციპში ეს იგულისხმება. ეხლა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ამით პოლიტიკა საბოლოოდ მოკვდა, მაგრამ მე დავსვამ კითხვებს, რომლებიც მე მგონი ახლა უკვე აქტუალურია და მომავალში კიდევ უფრო აქტუალური იქნება. მე ვკითხავ ასე მაგალითად ევროპულ საქართველოს, ასე მაგალითად ლეიბორისტულ პარტიას, ასე მაგალითად
გახარიას პარტიას, ასე მაგალითად გირჩს, ასე მაგალითად ფედერალისტებს, ევროპული საქართველოს თქვი. მოკლედ, დროებით თუ საბუდაბოდ გადარჩენილებს. რამდენადაც უკონკურენტო იქნება, იმიტომ რომ სამი პოლიტიკური სუბიექტი აკლდება. გვინდა არ გვინდა საარჩევნო მომავალ, მაგალითად 28 წელს არის არჩევნები, ხო? საარჩევნო მარათონს და თუ ეს კანონი შედარჩუნდა, ქართული ოცნება დარჩა ხელისუფლება ძალაუფლებაში, ბუნებრივია ის ამ კანონს არ გააუქმებს შესაბამისად, კითხვა მაქვს ასეთი. ეს პოლიტიკური სუბიექტები გახარიადან დაწყებული ნებისმიერი ლეიბორისტებით დამთავრებული არჩევნებში მონაწილეობას აპირებთ. არჩევნებში, რომელიც სხვათა შორის ამათი გაუქმება პარტიების გაუქმება, ანუ სამი პოლიტიკური სუბიექტისა თქვენ ერთგვარ ჰანდიკაპს გააძლევთ, იმიტომ რომ ოპოზიციური ამორჩეველი წამოვა თქვენსკენ, განა არა. ეს უნდა ვაღიაროთ, ოპოზიციური ამორჩეველი, რომელსაც აღარ ეყოლება, ვეღარ ეყოლება ასარჩევი ნაციონალური მოძრაობა, მისცემს ხმას მაგალითად ფედერალისტებს. და კითხვა მაქვს, რამდენადაც ეს ასეა ამის გათვალისწინებითაც, მაგრამ მეორეს მხრივ უსამართლოა გადაწყვეტილება ხელისუფლებას წოდებული ბანდისა თქვენ უკვე ამთავითვე იტყვით თუ არა თქვენს მკვეთრ სიტყვას რომ ხო ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას და დედასტირებია ნაციონალურ მოძრაობას და ლელოს ძლიერ საქართველოს ეს ერთი და მეორე აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას სწორედ იმის გამო რომ თქვენ გარკვეული ჰანდიკაპი ან უბრალოდ ამორჩეველთა გარკვეული ნაწილი სწორედაც რომ თქვენსკენ წამოვა თუ თქვენ მონაწილეობის რაობაზე დადებით პოზიციას გამოხატავთ. ეს კითხვა არა ჰაერში გასროლილი, არამედ რეალური და რეალისტური. მე ეჭვი მაქვს, გულახდილად ვლაპარაკობ, რომ პოლიტიკური ამ სუბიექტებიდან მაგალითად, შეიძლება ვწდები და ვაპატიეთ, თუ ვწდები, მაგალითად ფედერალისტები იტყვიან, რომ ოლიგარქიული მმართველობა ოლიგარქმა ბიზნეს დაივანიშვილმა ოლიგარქიული მმართველობა დაასრულა. ეს არის ოლიგარქიული მმართველობა სააკაშვილისა და ოლიგარქიული მმართველობა ხაზარაძისა და შეიძლება გვარამიაზეც თქვა იგივე, არ ვიცი. და რა ასრულა ეს, ამიტომ ეს ძალიან კარგია, საბოლოო ჯამში ეს აჯანსაღებს პროცესს და ჩვენ რასაკვირველია მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. ბევრი გააკრიტიკებს ამის გამო, ბევრი არ გააკრიტიკებს, ჯერ თქვან და ჩემს პოზიციას მერე დავაფიქსირებ. იმიტომ რომ ახლა გადატანა ყურადღებისა ჩემი აზრით ჩერგოლეიშვილი ბოკერიას დუეტზე არ ღირს ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ მათ ოფიციალური პოზიცია დაუფიქსირებიათ და დააფიქსირებენ. მაგრამ აი სხვებსაც ვეკითხები პრინციპში, მაგალითად თავისუფლების მოედანს ლეიბორისტულ პარტიას, ხო, იმას აშაძის სტრატეგია აღმაშენებელს. მანაც შეიძლება თქვას, რომ ვაიდოთ, მე ვიღებ მონაწილეობას და ასე შემდეგ. ამასთან აქვე ვიტყვი, რომ მაღალზე მაღალი ალბათობით განვითარების რომელიღაც ეტაპზე ქართული ოცნების ბანდა ჩამოწერს გვარ სახელებს ადამიანებისა, რომლების მისეული წარმოდგენით არჩეული არ უნდა იყვნენ. ეს იქნება, არ ვიცი, 1000 კაციანი, ან 2000 კაციანი, ან 498 კაციანი, ან 3500 კაციანი სია გააჩნია სადამდე წავა ბიზი და ივანიშვილი თავის სიგიჟეებში, რომლებიც მას რასაკვირველია ახასიათებს და რომლებიც მოწმენიც, სიგიჟებელთა მოწმენიც, ჩვენ რასაკვირველია ვართ ყოველდღიურ რეჟიმში. მოკლედ დემოკრატია როგორც ასეთი უქმდება. ეხლა არ გაინტერესებს დასაბუთება რა არის, სიმართლე გითხრათ, ამაზე სულაც არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ ურის სიტყვით მაინც ვიტყვი. ეს არის 450 გვერდიანი დასკვნა ბანდიტი კოლუგიანის კომისიისა, რომელშიც რასაკვირველია ყველაფერი ბოდვა. პირველი წინააღმდეგიდან ბოლო წინააღმდეგამდე, პირველი ასობგერიდან წერტილამდე 450 გვერდზე, იქ არის ნაციონალური მოძრაობის, ესე იგი ერთი თავი დავარქვათ ესე. დასაბუთებაში არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობა, ნაციონალურმა მოძრაობამ როგორც ჩაგვითრია ომში, ნაციონალურმა მოძრაობამ რა უკეთურებები დამართა ქვეყანას, იქ არის აპელირება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოზე, სტრასბურგის სასამართლოზე, რაც ასევე ტყუილია და იურისტები გაცილებით უკეთესად განმარტავენ იმ მუხლებს, რომლებზეც ლაპარაკობს პაპუაშვილი, იქ არის კონსტიტუციის 23 მუხლზე აპელირება, რაც ასევე ტყუილია, იმიტომ რომ 23 კი არა, ვერც ერთ მუხლს ვერ გამოიყენებს პარტიათა და გაუქმებლად და დემოკრატიის შესაზღუდად გასაუქმებლად ქართული ოცნება ვერ უნდა იყენებდეს, იმიტომ რომ თავად არა დემოკრატიულ ისეთ ქმედებაში ჩადის, რომლის გამოც უკვე შემდგომ ამავე מחვილით განიგმირება ის და ის მართლა აიკრძალება, როგორც პოლიტიკური სუბიექტი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა და სასამართლო პროცესის გაიმართება მისი ცალკეული ლიდერებისა, პოლიტიკოსი ლიდერებისა, ოღონდ ბანდიტიზმზე, ესე ვიტყვი და ქვეყნის ღალატზე.
ამასაც ვიტყვი. იქ არის მეორე ამბავი 2013-დან 2025-მდე როგორ ვითობდა, როგორ ვნებდა ესა თუ ის პარტია, მას მაგალითად არჩევნებს არ ცნობდა, არჩევნების შედეგებს არ ცნობდა 16-ში, 20-ში, 24-ში, ასევე შუალედურ არჩევნებს, შუალედურ კი არა ადგილობრივ არჩევნებს, თქვათ 21-ში, ხო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებს. ანუ პოზიცია მოქალაქეების, რომ მე არ ვცნობ არჩევნების შედეგებს და მაქვს ეს და ეს მტკიცებულებები და ასე შემდეგ საფუძველია მათი გაუქმებისა. მოკლედ, სრულიად აბსურდული არგუმენტებით გამოირჩა კიდევ ერთხელ ბანდიტი შალვა პაპუაშვილი. ასაკვირველია ის ოვაციებსა და ტაშსა და ბუქსსა და ნაღარას დაიფსახურებს მომხრეებისგან, რომლებიც სიტყვიან, რომ აქაოდა დადგა, როგორც იქნა ნანატრი დღე ნაციონალური მოძრაობის და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვისაო. რას საკვირველია ტურავას საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში გაიზიარებს ქართული ოცნების ამ არგუმენტებს კი არა ამ სარჩელს და არასაკვირველია პოლიტიკა მოკვდება საბოლოოდ. კითხვა მთავარი აკი გითხარით, შემოსაზრებით შეიძლება დღეს არა, მაგრამ ხვალზე ხო კი პასუხგასაცემი. ამას მიესალმებიან თუ არა სხვა ოპოზიციური ბრჭყალებში დროებით გადარჩენილი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებზეც პაპუაშვილმა აკი გითხარით თქვა, რომ როგორც კი მოძლიერდებიან, ყისიერად მათ წინააღმდეგაც ამოქმედება ეს ყველაფერიო, ანუ ჩვენ ვერავინ ვერ შეგვცვლის. როგორც კი პარტია ძლიერდება, ეგრევე ვაუქმებთ მას, ეგრევე ზღუდავთ კი არა, ვაუქმებთ, ეგრევე რეპრესიებს კი არ მიმართავთ მის წინააღმდეგ, არამედ ვაუქმებთო. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ გადარჩა ვინმე, ალბათ მაინც არ უნდა ჰქონდეს, ვისაც ყოველ შემთხვევაში გაძლიერება სწადია. შევდივართ თუ არა ყველა ლეიბორისტულ პარტიაში, ესეც კითხვა მაქვს, მაგრამ ყველანი ვერ შევალთ ლეიბორისტულ პარტიაში, მაგალითად შალვა თქვა, რომ თუ იტყვის, რომ აი შევოდით ყველანი ჩემთან, ვერ შევალთ, იმიტომ რომ ინდივიდებსაც აუკრძალავს. პირობითად ლეიბორისტულ პარტიაში. ხო, ქართული რუსული ოცნება ამ პოლიტიკურ მოღვაწეობას არჩევით თანამდებობაზე, არჩევით პირად ყოფნას და ასე შემდეგ. ეს კითხვა პასუხგასაცემია. დემოკრატია როგორც ასეთი კვდება, დემოკრატია საერთოდ მკვარი იყო და ეხლა საერთოდ საკონტროლოდ ყრია დაახალა ბიძინა ივანიშვილმა შალვა პაპუაშვილის პირით დემოკრატიას როგორც ასეთს და ჩვენ როგორც ქვეყანა ვნადგურდებით. ეხლა ევროპა რომ ამ ყველაფერს დაგმობს, არ მიესალმება და ასე შემდეგ, ეს გასაგებია ფეხებზე ჰკიდია ბიძინა ივანიშვილს ევროპის რეაქციები, პირიქით შეიძლება ასე ითქვას, გაჯავრებულია ევროპაზე და კიდევ უფრო მეტ ისტორიულ სიგიჟეს, მაგრამ ტაქტიკურ დონეზე რომ იმარჯვებს, ეს ფაქტია სჩადის. ამიტომ არჩევნებს ჩემი წარმოდგენით ყოველ შემთხვევაში აზრი ეკარგება, რა იძენს აზრს სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ხა ვინმე თუ გამომივარდება კომენტარებში და მეტყვის მაშ რევოლუცია ბატონო ირაკლიო, ფაქტია რომ დაანონსებული თუ არ დაანონსებული შემდგარი და უფრო ზუსტი რომ იყო ვერ შემდგარი რევოლუცია როგორც ასეთი ვერ შედგა ჩვენს ქვეყანაში. მე ასაკვირველია მაქვს ჩემი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, მაგრამ ნუ ხა ეს რთული დასაბუთებელიც არის, ძალიან რთული გზაც არის და არ არის ერთი გზა, ხო, რაღაც კომპლექსია, მაგრამ ჩემი მოსაზრებები ხა ჭეშმარიტება ხო არ არის, რაღაც ერთ-ერთი ვერსია, ესეთი ვერსია აქვს, ლამის რაღაც 300,000 მოქალაქეს ჩვენს ქვეყანაში თუ მეც არა. გაუქმდა პოლიტიკა, გაუქმდა პარტიები, ცეცხლზე შემოხტა ბიძინა ივანიშვილი და კობახიძე კიდევ ერთხელ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა თუ ელით რომ რამეს ვიტყვი ჭკვიანობს, მე ვერაფერ ჭკვიანობს ვერ ვიტყვი, უბრალოდ ძალიან გაგდაბნეული კი არა ვარ, ძალიან გაგიჟებული ვარ. წარმოუდგენელ რამესში ვარ ხალხო, ეს არის სიმართლე. მაგრამ რაღაცა რესურსი რომ უნდა, გზა რომ უნდა დავისახოთ და რესურსი რომ უნდა გამოვზევნოთ ჩვენში, რომ ამ გზას განუხრელად მივყვეთ, შევყვეთ, ხო, აღმართს. ხო, ეს ფაქტია. თავი არ ჩაქილდროთ, არ მოიწყიდოთ, რაღაცა გამოსავალი გამოჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით არის ის, რაც არის. 21 საუკუნეში პოლიტიკოსები მკვდებიან, იმიტომ რომ ისინი წარმოადგენენ პოლიტიკური პარტიები მინიმუმ ამათი დათვლითაც კი გასაუქმებელი 3-დან 3-ვე მინიმუმ 200-200,000 ამორჩეველს მინიმუმ ამათი დათვლითაც კი ანუ 600,000-ის ნდობით აღჭურვილი პირების პარტიები არა აქვთ. ნუ რა ვიცი, რა გითხრათ, ეხლა ბოლშევიკები ამაზე უკეთესი გასაკვირველია ესენი უკეთესები არიან როგორც ჭყალებში, იმიტომ რომ არ ხრეტენ თორე არაადეკვატურობის თვალსაჩინით ბოლშევიკები ამაზე არაადეკვატურები სულაც არ ყოფილათ. ნახვამდის.